საქართველოს როგორც სოციალური ღმერთის ტაძარი, საქართველოს პოლიტიკური საზღვრები, თითქმის ერთ-ერთი ემთხვევა ეკლესიის საზღვრებს და ქართველი წმინდანები თითქმის ერთ-ერთი ემთხვევიან ეროვნულ მოღვაწეებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეიძლება წარმოვიდგინოთ ეკლესიის სახლად, სადაც ქრისტიანები აღასრულებენ ლიტურგიკულ მსახურებას და მთელი ისტორია ესეა. ტაძარში ვაკ ადამიანს გას და ეს განცდა საქართველოში. მე მკვიდრე ვარ მე მოწამეების და მოწამე ამოწმებს ყველგან იესო ქრისტე ღმერთია. იბრძვით მისიონერობით. ამას ჭირდება გახსნილობა და საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავ, საქართველოს ყოველთვის გახსნილი იყო. ჩვენ იმიტომ კი არ ვომოვდით, რომ ვიღაცას ვიპყრობდით. თუ მოდიოდნენ და ქრისტე უარყავიო გვეუბნებოდნენ. და ამიტომ ყვდებოდნენ ისინი და არა იმიტომ, რომ თვითმიზანი იყო ფიზიკური სიკვდილი. და ჩვენ გვაქვს საშუალება ვიმისიონეროთ და ჩვენ თუ ვიმისიონეროთ, მაშინ ჩვენიერი გადარჩება მოგვეცემა უდიდესი ენერგია საღვთო. ღვთისათვის მოსაწონია, ეს არის კუნძული, ხალხი, ერი, რომელიც ქრისტეს ნათელს ასხივებს და ამ ნათელის მიერ უამრავ ადამიანს ქრისტიანდება სამყაროში. აი ეს არის ჩვენი გასაკეთება.